მზია ამაღლობელის ადვოკატები დღეს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატი მარიამ წარიაშვილი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს. ასე უფლებადამცველების მოთხოვნაა პროკურატურამ უკანონო ბრალდების საქმე შეწყვიტოს და ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამბუზნებელს დაზარალებული სტატუსი მიანიჭოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, ზროულად გამოიძიოს ჟურნალისტის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი. წარმოუდგენელია ოდნავის აღიაზრის პირობებში, ელემენტარული ობიექტურობის და სამართლიანობის პირობებში ეს პატიმრობა შეინარჩუნოს და ძალაში დატოვოს სასამართლომ. ორი გარემოებაა სულ. პირველი იყო მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, არც ერთი მანიფესტანტის დაკითხვა არც უფიქრია გამოძიებას, მხოლოდ პოლიციელები შემოიფარგლა. ამიტომ ზეწოლის ყველაზე თეორიული საფრთხეც კი არ არსებობს. ჩვენ წარვადგენთ საჯარო სივრცეში არსებულ არაერთ ადგილას არსებულ ვიდეო ფირს, სადაც ჩანს უწყვეტად მზიას ადმინისტრაციული წესით დაკავება, ჩანს რომ მისი დაკავება უკანონო, ჩანს რომ მას აკავებენ სტიკერის გამო და ჩანს რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმერის ყალბი.